რამდენიმე დღის წინ ლეგენდარულ ამერიკელ კინორეჟისორს ჯონ კარპენტერს ჰოლივუდის დიდების დარბაზში ვარსკვლავი გაუხსნეს. კარპენტერმა მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში საჩნელებათა ჟანრში დიდი რევოლუცია მოაწყო. მისმა ფილმებმა პოსტმოდერნული ჰორორი ახალ დონეზე აიყვანა. დღეს თქვენ ნახავთ ჯონ კარპენტერის ტოპ 5 საუკეთესო ფილმს. მეხუთე ადგილი. მეხუთე ადგილს იკავებს ფილმი ისინი ცოცხლობენ. ნიუ-იორკი, 80-იანი წლები, არსაჩანს ფეშენებელური და გლამურული ანტურაჟი. ირგვლივ ყველაფერი დინასტიური ჟანრის მოქმედებას მოგაგონებთ. ფილმის მთავარი პერსონაჟი, ჯონ ნადა შემთხვევით აღმოაჩენს მზის სათვალეს, რომლის პრიზმიდან გახვედრის შემდეგ ირგვლივ ყველაფერი იცვლება. მზის სათვალების დახმარების შედეგად ჩვენ ვხედავთ ავთენტურ რეალობას, სადაც უცხოპლანეტელები პატონობენ. კარპენტერის ეს ნამუშევარი არაკეთილსინდისეად შეაფასა ამერიკის შეერთებული შტატების მაშინდელმა ხელისუფლებამ. ფილმში სამთავრობო ბიუროკრატიული მმართველობის აპარატი მწვავედ იყო გაკრიტიკებული. კარპენტერის აზრით მეინსტრიმული მედია ქმნიდა ილუზიურ გარემოს, რომლის მიზანი იყო ადამიანებისთვის ფუჭი იმედის მიცემა. თითქოს სახელმწიფო საკუთარი მოქალაქეების კეთილდღეობაზე მართლაც ცრუნავდა. მეოთხე ადგილი. მეოთხე ადგილი დაიკავა შთამბეჭდავი ჰორორ კომედიამ სახელწოდებით დიდი აურზაური პატარა ჩინეთში. კარპენტერი ხშირად მიმართავდა ჟანრულ ეკლექტიკას, ანუ ამერიკელი რეჟისორი სხვადასხვა ჟანრის სინთეზს ქმნიდა. ამ შემთხვევაში მან საჩნელებათა ფილმს კომედიური არომატი შესძინა. მთავარ როლში კურტ რასელი მოგვევლინა. მოვლენები ვითარდება ნიუ-იორკის ერთ-ერთ ჩინურ უბანში, სადაც ჩვენ ვაწყობთ ძალიან საინტერესო განგსტერულ ისტორიას, რომლის სტრუქტურა უფრო მეტად ფენტეზის სათავგადასავლო კონცეფციას მოგაგონებთ. მესამე ადგილი. მესამე ადგილის მფლობელი ხდება ფილმი გაქცევა ნიუ-იორკიდან. 80-იანი წლების ფუტურისტული კინო დოკუმენტი, პოსტაპოკალიფსური შინაარსი და შემზარავი სურათი თქმის ალბათ ერთ-ერთ ყველაზე ბნელ და პირქუშ ატმოსფეროს, რაც კი ოდესმე კამერას გადაუღია. მომავლის ნიუ-იორკში კრიმინალის დონე საგრძნობლად მოიმატა. პოლიცია დემორალიზებულია, ხოლო ნიუ-იორკი ბანდიტების და განგსტერების აუღებელ ციხესიმაგრედ იქცა. მთავარ გმირს, სნეიკ პრისკინს ადგილობრივი ხელისუფლება დაავალებს ნიუ-იორკში ჩასვლას, რათა მან ამერიკის პრეზიდენტი გადაარჩინოს. ფილმი ამერიკული კულტურის დიდების დაქცევის და სოციალური უთანასწორობის ამსახველი იდეალური კინოსურათია. მეორე ადგილი. ჩვენი ტოპ 5-ეულის ვერცხლის მედალი მოიპოვა აპოკალიფსის ტრილოგიის დასტუმრებმა მონაკვეთმა, რომლის სახელია სიგიჟის ხახაში. ეს ფილმი იმ კინოძეგლების რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც ლავკრაფტისეული შინაარსის მქონე ელემენტებს მოიცავს. ფილმი ერთდროულად სიურრეალიზმს და შემაწწუნებელ სანახაობას წარმოადგენს, რომლის ნახვა არც ერთ მაყურებელს იმედგაცრუებულს არ დატოვებს. დეტექტივი ჯონ ტრენტი საჩნელებათა ჟანრის კორიფე მწერალს სატერ კეინს ეძებს. კეინი მოულოდნელად გაუჩინარდა. მისი პოვნა ფაქტობრივად შეუძლებელი გახდა. გამოძიების პროცესში ტრენტი სულ უფრო იძირება პარანოიაში. ის ნელ-ნელა კეინის წიგნის პერსონაჟი ხდება. სამყარო სასასრული დგება და ფილმიც თავდება. პირველი ადგილი. ჯონ კარპენტერის ფილმების იერარქიული ნუმერაცია ბევრ შეზღუდებას სასაცილოდ მოიჩვენოს, მაგრამ კარპენტერის ფილმოგრაფიის უპირობო მაგნუმ ოპუსი გახლავთ უკვდავი ჰორორ კლასიკა ჰელოუინი. სლეშერი, ისტორია მანიაკზე, დაუსრულებელი საგა და ოჯახური დრამა. ეს ის სეგმენტებია, რომელმაც იკონური ფრენჩაიზის წარმატების მთავარი გასახები გახადა. სწორედ ამ ფილმმა დანერგა ნიღბიანი მკვლელების კონტენტი. ჰელოუინის სერია 1978 წლიდან 2022 წლამდე გაგრძელდა. კინოს ისტორიაში შევიდა როგორც ერთ-ერთი ყველაზე გრძელი კინოს ისტორია. ეს იყო ჯონ კარპენტერის ტოპ 5 საუკეთესო ფილმი. იმედია ისე ამოვნებთ. უყურეთ საუკეთესო ფილმებს და დატყვით იმ კინოხელოვნების შემოქმედებით, რომლებიც ამას ნამდვილად იმსახურებენ.